მოკლედ, დღეს რობერტ გრინის ძალაუფლების 48 კანონს ვშლით და მართლა ძალიან საინტერესო მასალები მოგვაწოდეთ. კი, სხვათა შორის, მასალები ძალიან მრავალფეროვანია. აქ გვაქვს წიგნის კრიტიკული ანალიზიც, შედარება მაკიაველის პრინცთან. და რაც ყველაზე მეტად დამაინტრიგებელია, თამაშის თეორიაზე დაფუძნებული ძალაუფლების მათემატიკური მოდელიც კი. ზუსტად. და ჩვენი მიზანი ხომ უბრალოდ ამ კანონების ჩამოთვლა არ არის. გვინდა ერთად გავარკვიოთ, რა მექანიზმები დგას ძალაუფლების უკან. როგორ მუშაობს ის დღეს და რაც მთავარია, რა ღირებულება აქვს ამ ცოდნას თქვენთვის. ეს არის რაღაცნაირად გზამკვლევი იმ კულტურული ფენომენის გასაგებად, რომელზეც ყველა საუბრობს. თან უნდა ითქვას, რომ წიგნი უკიდურესად საკამათოა. ოხ, კი. ერთის მხრივ გლობალური ბესტსელერია, მეორეს მხრივ კი აშის ზოგიერთ ციხეში საერთოდ აკრძალულია. წარმოუდგენელია. ანუ ზოგი მას აღიქვავს როგორც მანიპულაციის სახელმძღვანელოს. ზოგი კი პირიქით, როგორც თავდაცვის იარაღს, რომ სხვა არ გმართოს. კარგი. სანამ კანონებზე გადავალთ, მოდი ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, საერთოდ რა არის ძალაუფლება. აი სწორედ აქ არის საინტერესო ის მათემატიკური ნაშრომი, რომელიც ახსენე. ის გვთავაზობს ორ მთავარ კონცეფციას. ფაქტობრივ და პოტენციურ ძალაუფლებას, ხომ? დიახ, დავიწყოთ ფაქტობრივით. ეს არის, როდესაც ერთი ადამიანის, ვთქვათ, B-ს ქცევა, იცვლება მეორის A-ს ინტერესების სასარგებლოდ. ანუ ეს იმას უგავს, როდესაც ვთქვათ, გუნდის წევრი საკუთარ დავალებებზე წინ უფროსის პროექტს აყენებს. ზუსტად. ამ თეორიის ენაზე მისი პირადი ინტერესი, ანუ უპირატესობა, უკვე სხვის ინტერესებთანაა შერეული. შენი გადაწყვეტილება შენი და იმ ადამიანის ინტერესების ნაზავია, ვინც შენზე გავლენას ახდენს. გასაგებია. მაგრამ არსებობს ბევრად უფრო, ვთქვათ, მზაკვრული ფორმაც. ეს არის პოტენციური ძალაუფლება. ეს როგორ გავიგოთ? ეს არის A-ს უნარი, რომ შეცვალოს B-ს მდგომარეობა. ანუ დააჯილდოს ან დასაჯოს იგი. წყაროში ამის საუკეთესო მაგალითია ლუთერანული თამაში. ღმერთი და ადამიანი. კი, ადამიანს არჩევანი არ აქვს, მას მხოლოდ ღვთის იმედი აქვს. ღმერთს კი აქვს არჩევანი, შეუძლია ადამიანი გადაარჩინოს ან დაღუპოს. ესე იგი, ღმერთს აქვს აბსოლუტური პოტენციური ძალაუფლება, მაშინაც კი თუ მას არასდროს იყენებს. ზუსტად, ეს არის ძალაუფლება, რომელიც მუქარასა და დაპირებაში ვლინდება. შენი უფროსის უნარი, რომ გაგათავისუფლოს, ეს პოტენციური ძალაუფლება, რომელიც შენს ქცევაზე გამუდმებით მოქმედებს. კარგი, გასაგებია. ეს თეორია. მაგრამ როგორ ვლინდება ეს რეალურ ცხოვრებაში? ალბათ სწორედ აქ შემოდის რობერტ გრინის წიგნი. დიახ, გრინი შთაგომედულია ისეთი ფიგურებით, როგორებიც არიან მაკიაველი და სუნძი. და ის ამ თეორიულ იდეებს პრაქტიკულ, ხშირად ძალიან ცინიკურ სტრატეგიებად გარდაქმნის. საინტერესოა, რომ თავად გრინსაც უთქვამს, ადამიანი, რომელიც 48-ვე კანონს გამოიყენებდა, საშინელი პიროვნება იქნებოდაო. მართალია. მოდით ვნახოთ რამდენიმე კანონის თანამედროვე ვერსია, თქვენი წყაროებიდან. დავიწყოთ პირველით. არასდროს დაჩირდლო ხელმძღვანელი. ეს ერთი შეხედვით ლოგიკურია, მაგრამ თქვენი წყარო ამბობს, რომ ის მოძველებულია. რა თქმა უნდა. ძველ სამეფო კარზე, სადაც მეფე სიკვდილამდე მართავდა, მისი დაჩრდვა პირდაპირ სიცოცხლისთვის საშიში იყო. მაგრამ დღეს დღევანდელ, ბევრად დინამიკურ სამგაროში, თანამედროვე მიდგომა ასეთია. ისწავლე ყველაფერი, რაც შეიძლება, შემდეგ კი გასცდი მას. ანუ კარიერული წინსვლისთვის აუცილებელიც კია საშუალო დონის ხელმძღვანელის დაჩრდლა. ზუსტად. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ გარდაქმნის შენს პოტენციურ ძალას, ანუ ცოდნას, ფაქტობრივ ძალად რეალურ თანამდებობად. თქვენს წყაროში ამის კარგი მაგალითია მოყვანილი მატეო რენცი. კი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ის მაშინდელ პრემიერს ენრიკო ლეტას ეუბნებოდა. ენრიკო შეგიძლია მშვიდად იყო. და პარალელურად მის დასამხობად ემზადებოდა. რამდენიმე კვირაში კი მისი პოსტი დაიკავა. ეს ხომ წარმოუდგენლად სივსისხლიანია. ნამდვილად, მაკიაველის დონეა. და ეს მიგვიყვანს შემდეგ კიდევ უფრო პროვოკაციულ კანონთან. კანონი ნომერი 7. ოჰო, ეს კიდევ უარესია. სხვებს ამუშავე, მაგრამ დაფასება შენ მიიღე. ეს ხომ უბრალოდ სხვისი ნაშრომის მითვისებაა.
პირდაპირი ფორმით ალბათ დღეს აღარ მუშაობს, მაგრამ თანამედროვე ვერსია ბევრად უფრო დახვეწილია. როგორია? ის ასე ჟღერს. შთააგონეს ხვები, რომ ისინი კეთილშობილური მიზნისთვის მუშაობენ. მაშინ, როცა სინამდვილეში შენ იღებ თავარ სარგებელს. ანუ ეს არის ხვების შერეული უპირატესობების პირდაპირი მანიპულაცია, რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ. დიახ, შენ მათ აჯერებ, რომ საერთო საქმეს ემსახურებიან, სინამდვილეში კი ისინი შენს პირად საქმეს აკეთებენ. ამის საუკეთესო მაგალითი ალბათ ელიზაბეთ ჰოლმსი და მისი კომპანია თერანოსია. ზუსტად. ის თავის თანამშრომლებს, მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერებს არწმუნებდა, რომ ისინი კაცობრიობას ემსახურებოდნენ. სინამდვილეში კი მის პირად თაღლითურ ამბიციებს აძლიერებდნენ. ისინი მუშაობდნენ არა ფულისთვის, არამედ იმ დიდი იდეისთვის. რომელიც თავიდან ბოლომდე ტყუილი იყო? მან შექმნა მათი შერეული უპირატესობა. მათი მიზანი გახდა არა ხელფასი, არამედ სამყაროს შეცვლა. წარმოუდგენელია. ეს უბრალოდ მანიპულაცია კი არა, ერთგვარი კულტის შექმნა. სწორედ, ეს ბევრად ძლიერი იარაღია. კარგი. და კანონი ნომერ 34. იყავი მეფური, რომ მეფედ მიგიღონ. ესე იგი, კლასიკური, გაყიდე ის, რაც არ ხარ, სანამ ის არ გახდები. საინტერესოა, რომ თქვენი წყარო ამ კანონის თანამედროვე ინვერსიაზე, ანუ შებრუნებულ ვერსიაზე საუბრობს. ანუ, როცა ჯერ არავინ ხარ, შეიძლება დაგჭირდეს ძვირადღირებული კოსტიუმი, რომ შტაბეჭდილება მოახდინო. მაგრამ როცა ნამდვილ ძალაუფლებას მიაღწევ, გარეგნობაზე უარის თქმა ხდება ძალაუფლების დემონსტრირება. დიახ. ამით შენ ამბობ, მე არ მჭირდება თქვენი მოწონება. მე თქვენს წესებზე მაღლა ვდგავარ. სტივ ჯობსი მახსენდება. ის კლასიკური მაგალითია, როცა ახალგაზრდა იყო, ძვირადღირებულ კოსტიუმებში იმოსებოდა. როდესაც მსოფლიო დონის ლიდერი გახდა, მისი საფირმო ნიშანი უბრალო შავი სვიტერი იყო. ანუ, თუ გინდათ, რომ სერიოზულად აღგიქვან, ჩაიცვით კოსტიუმი. ხოლო თუ გინდათ, რომ გენიოსად ჩაგთვალონ, უბრალოდ 10 წელი ერთი და იგივე სვიტერი ატარეთ. საინტერესოა, რომ თქვენს წყაროებში გრინს ხშირად მაკიაველის ადარებენ, მაგრამ მათ შორის დიდი სხვაობაა, ხომ? კი, და ეს მნიშვნელოვანია კონტექსტისთვის. მაკიაველის პრინცი დაიწერა კონკრეტული მმართველისთვის, რთულ პოლიტიკურ ეპოქაში. მისი რჩევები პრაგმატულია, ზოგჯერ უხალისოდ არაეთიკური. თითქოს სინანულით აღნიშნავს, რომ ზოგჯერ მმართველს უწევს ბოროტების ჩადენა. ზუსტად, სახელმწიფოს გადასარჩენად. გრინის წიგნი კი დაწერილია მასობრივი აუდიტორიისთვის და ბევრად უფრო პროვოკაციულია. შესაძლოა კომერციული წარმატების მიზნითაც. რაც უფრო ვუღრმავდები, მით უფრო ვხედავ, რომ ეს კანონები ერთმანეთსაც კი ეწინააღმდეგება. მაგალითად, კანონი ნომერი 4 ამბობს, ყოველთვის იმაზე ნაკლები ილაპარაკე, ვიდრე საჭიროა. მაგრამ ბევრი ფიგურა ძალაუფლებას სწორედ ძალიან ბევრი საუბრით აღწევს. აი, ეს არის მთავარი ნიუანსი. ეს არ არის წიგნის ნაკლი, თუ კი კანონებს განვიხილავთ არა როგორც უნივერსალურ წესებს, არამედ როგორც ინსტრუმენტების ნაკრებს. ანუ როგორც ჩაქუცი და ხრახმჭერი. ზუსტად, ორივე სასარგებლოა, მაგრამ თუ ლურსმნის შესაჭედად ხრახმჭერს გამოიყენებთ, შედეგი ცუდი იქნება. ნამდვილი ოსტატობა იმის ცოდნაა, თუ როდის რომელი ინსტრუმენტი გამოიყენო. გასაგებია. და ეს სწორი ინსტრუმენტის არჩევა კარგად ჩანს თქვენს მიერ მოწოდებულ კიდევ ერთ მოდელში, მიწათმფლობელის თამაშში. დიახ, ეს შესანიშნავი მოდელია, რომ ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ჯგუფის დონეზე. წარმოიდგინეთ ერთი მიწათმფლობელი და რამდენიმე გლეხი. თუ გლეხები გაერთიანდებიან, მათი ძალა იზრდება. კი, ეს შესანიშნავი მოდელია, რომ ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ჯგუფის დონეზე. წარმოიდგინეთ ერთი მიწათმფლობელი და რამდენიმე გლეხი. თუ გლეხები გაერთიანდებიან, მათი ძალა იზრდება. კი, მაგრამ აქ არის პრობლემა. თუ გაერთიანებას ყველა არ შეუერთდება, მაშინ გაერთიანების წევრები ზარალდებიან. ისინი, ვინც გაიფიცნენ, კარგავენ შემოსავალს. ხოლო ისინი, ვინც არ გაიფიცნენ, სარგებელს ნახულობენ მათი ბრძოლის ხარჯზე. მართალია. მეორე მხრივ, მიწათმფლობელს შეუძლია დაამყაროს ინდივიდუალური გავლენა. მაგალითად, ერთ-ერთს შესთავაზოს ოდნავ უკეთესი პირობები. რაც არღვევს გლეხების ერთობას და საბოლოოდ ყველას მდგომარეობა უარესდება. ეს კლასიკური პატიმრის დილემაა. დიახ, ინდივიდუალურად რაციონალური ნაბიჯი კოლექტიურად საზიანო შედეგს იწვევს.
ესე იგი, მიწათმფლობელის სტრატეგია არის გათიშე და იბატონე, რაც პირდაპირ გვაბრუნებს გრინის ერთ-ერთ კანონთან. ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, არა? ზუსტად. ეს მოდელი ნათლად აჩვენებს, როგორ მუშაობს და ეჯახება ერთმანეთს ძალაუფლების სხვადასხვა სტრატეგია. ძალაუფლება დინამიკური პროცესია. ანუ, თუ შევაჯამებთ, ძალაუფლების აბსტრაქტული თეორიიდან დავიწყეთ, ვნახეთ მისი პრაქტიკული გამოვლინებები გრინის კანონებში. და ბოლოს სისტემური მოდელი დავწმობთ, რომ ეს ერთი დიდი რთული თამაშია. სადაც მთავარია არა მხოლოდ წესების ცოდნა, არამედ იმის გაგება, თუ როდის და როგორ გამოიყენო ისინი. დიახ, და მთავარი დასკვნა არის ის, რომ ძალაუფლება იშვიათად არის თამამი პირდაპირი ქმედება. ის ხშირად სხვების სტიმულებისა და უპირატესობების ფარულად შეცვლას გულისხმობს. ანუ, ყველაზე ეფექტური ძალაუფლება ის არის, როცა ადამიანები საკუთარი ნებით იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სინამდვილეში შენს ინტერესებს ემსახურება. ამიტომ ყველაზე ძლიერი ძალაუფლება, როგორც წესი, ყველაზე უხილავია. და ბოლოს, მინდა დაგტოვოთ ერთი პროვოკაციული შეკითხვით, რომელიც პირდაპირ თქვენი ერთ-ერთი წყაროდან მოდის. საინტერესოა. ეს წყარო ამტკიცებს, რომ დამორჩილებისა და დომინირების ქცევები თავისი არსით ერთი და იგივეა. როგორ თუ? ორივე შემთხვევაში ადამიანი ცდილობს შეცვალოს მეორე ადამიანის ქცევა საკუთარი მიზნის მისაღწევად. დაფიქრდით, როდესაც ვინმეზე გავლენის მოხდენას ცდილობთ, თქვენ ემორჩილებით თუ დომინირებთ და არის კი მათ შორის რეალური განსხვავება?